მოგესალმებით. განვაგრძობთ საუბრებს ხატწერაზე. დღეს ჩვენი თემა იქნება ფერის მნიშვნელობა ხატწერაში. ფერი არის უმნიშვნელოვანესი. ფაქტიურად ხატწერა ეს არის ფერადი შუქებით შექმნილი გამოსახულებები, სადაც თითოეულ ფერს თავისი ძალიან ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და კიდევ ისე რომ თითოეულ ფერის სიმბოლური დატვირთვა ძალიან მრავალმხრივია, მრავალშრეობრივია. ზოგჯერ ერთი ფერი უამრავ რაღაცა ქვეტექსტს და სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს. ხატზე გამოსახული არის ნათლის სამეფო, დაუვალი ნათლის სამეფო, სადაც უფალი მყოფობს და თავად უფალია ამ ნათლის წყარო, სადაც არ არის ხილული ნათელი, არის ღვთაებრივი მიუაჩრდილებელი ნათელი, ნათელს რომელსაც ჭრილი არ აქვს, ნათელს რომელსაც არ აქვს დასასრული. და აი ხატზე გამოსახული წმინდანები სწორედ ამ ნათლით არიან გაბრწყინებულები და განმხრდომილები, იმიტომ რომ ეს ნათელი ფაქტიურად არ არის გარედან დაცემული ნათელი, არამედ შინაგანად არიან ისინი აი ამ ნათლის მატარებლები. დასაბამი აი ამ ხატისა და ფერების სიმბოლიკისა ისევ არის უფლის ფერის თვალების დღესასწაული, როდესაც უფალი თაბორის მთაზე გაბრწყინდა და გამოაჩინა სწორედ სასუფევლისეული სახე მკვდრეთით აღდგომილი სხეულის, რომელიც იქნებოდა გაბრწყინებული, მართალთა სხეული გაბრწყინებულები იქნებიან როგორც მზე. და აი თავად გაბრწყინდა უფალი მოციქულთა თვალწინ იმ ძალის შესაბამისად, რისი დატევნაც მაშინ მოციქულებს შეეძლო. თაბორის ნათელი არის თეთრი დაუსაბოლმო მიუაჩრდილებელი ნათელი ხატში, სწორედ თეთრი ფერით არის ის გამოსახული და აი სწორედ თეთრი ფაქტიურად ფიზიკური თეთრი ნათელი, როგორც არის დასაბამი სხვა ფერების და სპექტრში იშლება ძისარტყელის ფერებად, ფაქტურად აი თაბორისეული ნათელით თავის თავში მოიცავს ყველა ფერს. რაც შეეხება აი თითოეული ფერის სიმბოლიკას, აი ზოგადად ხატწერაში აი თეთრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სრულიად ესე იგი უჩრდილო ნათლის გასპეტაკების, სულიერი სისპეტაკის, ცოდვისაგან განბანვის, გაბრწყინვების, სინათლის, აი ყველაზე ნათელი, რაც შეიძლება დედამიწაში ფერებს შორის იყოს, არის თეთრი, ხო? ყველაზე აი შავ-თეთრად რო წარმოვიდგინოთ ფერთა სპექტრი, ყველაზე ნათელი მათ შორის იქნება თეთრი ფერი. ამიტომ აი ხატებზე აი სწორედ აი ამ ღვთაებრივი ნათლის გამოსახულება არის ხოლმე ისეთი აი სხივები, რომლითაც არიან გაბრწყინებული წმინდანები, აი ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ცნობილ გამოსახულებას ფეოფან გრეკის მაცხოვარს, რომელსაც თვალები ფაქტურად აი კოსმიურ მას გვაგონებს, ხო, ვარსკვლავთა მოძრაობებს, რაღაც galaktikების ისე აქვს გამოსახული და ესეთი ენერგიები მოდის აი ამ თვალებიდან და აი ამ თეთრი მონასმებიდან. რაც შეეხება სხვა ფერებს, აი თეთრის საპირისპირო არის შავი ფერი, ხო? შავ ფერს ხატწერაში იყენებენ და შავს აქვს დატვირთვა იმისა, რომ შავი არის მადლისგან დაცლის სიმბოლო, ბოროტების სიმბოლო. შავი ფერი ხატზე გამოისახება ხოლმე ბოროტის სული, როდესაც აი უფლის გამოცდა ხატავენ ხატწერები უდაბნოში, როდესაც მას ეშმაკი გამოეცხადა. გარდა ამისა, ხატზე შავად გამოისახება ჯოჯოხეთი უფლის აღდგომის ხატში და ასევე შობის მღვიმე ზოგ შემთხვევაში გამოისახება ხოლმე შავი ფერით. ამ შემთხვევაში ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ცოდვით დაცემულ ცოდვით დაბნელებულ სამყაროში მოვიდა ხსნელად ნათელი. არის ესეთი განსხვავებული გამოსახულებაც შობის ხატების, სადაც შობის მღვიმე არ არის ხოლმე შავი ფერით, არის ზოგჯერ ვარსკვლავებით სავსე, მოფენილი ვარსკვლავებით და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ დიონისეს მხატვრობას
ერთ-ერთ ფერაპონტის მონასტერია რუსეთში, სადაც შობის მღვიმე არის ფაქტიურად ცისფრად გამოხატული და გარდა ამისა, რომ ის ცისფერია, მას აქვს წრიული ფორმა. ფაქტიურად ეს არის სიტყვები, რომ გავიხსენოთ შობის საგალობლის ქვაბით სათაე მსგავსა, ხო? ქალწული ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროთა. აი სწორედ ამ სამყაროს, აი მცის სიმბოლოდ იქცა ეს მღვიმე, სადაც ქვეყნიერების შემოქმედი დაიბადა და ამ შემთხვევაში ხატმწერმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი, თავისი ფერითაც, რომ აქ ცისფერი შემოიტანა და თავისი ფორმითაც. ზოგადად წრე ქრისტიანულ სიმბოლიკაში ცის სიმბოლოა, მარადილობის სიმბოლოა. ამის გამო აქვს სწორედ წმინდანების შარავანდედი მრგვალი ფერის, წრე და ზოგადად წრის სიმბოლიკა ძალიან ხშირია ქრისტიანულ ზოგადად არა მარტო ხატწერაში, არამედ ქრისტიანულ საიდუმლოებებში, აი გარშემოვლა ვთქვათ, ნათლობის დროს, ჯვრის წერის დროს, გარშემოვლა ტაძრის გარშემო, ანუ ეს წრეს ფორმა, რომელსაც არ აქვს დასასრული და დასაწყისი, ეს არის სიმბოლო მარადილობის და ამითი ჩვენ აი ამ გარშემოვლით ფაქტურად აი მარადილობის რიტმში, რიტმის თანაზიარი ვხდებით, ხო? იგივე დატვირთვა აქვს, ვთქვათ, მიცვალებულს რომ გარშემო უვლით, ხო? აქაც გზას ულოცავთ მას სწორედ აი მარადიული ცხოვრებისაკენ. ეს ბეჭდების ფორმად, თქვათ, წრიული ამის სიმბოლოა ეს მარადიული ერთობის და სიყვარულის და ამ შემთხვევაშიც აი ამ ხატშიც ეს დატვირთვა აქვს. ზოგადად ტაძრის გუმბათსაც აქვს ამის დატვირთვა, რომ ეს არის ცა და ქრისტიანულ ტაძარში არის სწორედ ეს ფორმა, ორი ფორმა გაერთიანებული, ოთხკუთხედი და ცა. ოთხკუთხედს აქვს სხვა დატვირთვა. ოთხკუთხედი არის სიმბოლო ამ ქვეყნიური მიწიერი ყოფის. რატო არის სიმბოლო მიწიური ყოფის ეს ოთხკუთხედი? იმიტომ რომ აქ ჩვენ ვთქვით, რომ ამ ქვეყნიერებაში არის დრო, სივრცე და მატერია. დრო, წელიწადის 4 დრო, სივრცე 4 მხარე და მატერია, ძველ მასში ხშირად გვხვდება ხოლმე სტიქიები, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და წყალი, ხო? აი ამ ერთობა ქმნის აი ამ სწორედ აი მხილულ მატერიალურ სამყაროს. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გამოსახულებას, ერთ-ერთი ძველი ადრეული მოზაიკაა რომის, სადაც წმინდანი გამოსახულია ოთხკუთხა შარავანდით. ეს იმის ნიშანი იყო, ეს ადრე ხდებოდა ესეთი გამოსახულებები, ხა ფაქტურად აღარ ხდება, რომ როდესაც გამოსახავდნენ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ამ ქვეყნის, ამ სოფლის მკვიდრი იყო, მას არ უკეთებდნენ მრგვალ შარავანდს, რომელიც არის სიმბოლო მარადილობის, ზეცაში მყოფობის, არამედ ოთხკუთხა შარავანდით გამოისახებოდა. და ეს ესეთი ერთ-ერთი მისი მინიშნებაა. ეხლა რომ გადავიდეთ ცალკე თავად ფერთა სიმბოლიკაზე. ჩვენ ვთქვით, რომ თეთრში არის შესული ყველა ფერი, ფაქტურად სპექტრის პირველი ფერი და ვისაუბროთ აი ამ სპექტრის ცალკეული ფერთა სიმბოლიკაზე. პირველი ეს იქნება პირველი ფერი, რომელიც გვაქვს სპექტრში, ეს არის მეწამული ფერი. მეწამული ფერი ეფესოს კრების გადაწყვეტილებით მოსავს ღვთისმშობელს ნიშნად იმისა, რომ ის არის ზეციური დედოფალი. იმიტომ რომ ზოგადად სამეუფო ფერად ითვლებოდა მეწამული შესამოსლები, რომის იმპერატორები იმოსებოდნენ აი ძოწეულით, მაგრამ გარდა ამისა, ძოწეული არის მსხვერპლის ფერი, უფლისმიერი მსხვერპლის ფერი, ზოგადად მოწამეობრივობის ფერი, გარდა იმისა, რომ მას აქვს სამეუფო დატვირთვა. ეხლა სანამ კიდევ ფერზე გავაგრძელებდით საუბარს, ბარემ მინდა აი აქ რახანეს ხატია გამოსახული, შეგახსენოთ აი ვარსკვლავთა მნიშვნელობა ღვთისმშობლის გამოსახულებაზე. ძირითად შემთხვევაში აქვს ხოლმე 3 ვარსკვლავი, ეს იშვიათი გამოსახულებაა, სადაც 4 ვარსკვლავი ხდება, თუმცა არის კიდე რამდენიმე ესეთი ხატი, სადაც ეს 4 ვარსკვლავი ხდება. რა დატვირთვა აქვს ახლა ამ ვარსკვლავის? ძველ ისრაელში იყო ესეთი ტრადიცია, რომ ქალწულები გათხოვებამდე იმოსებოდნენ სამოსით, რომელსაც ვარსკვლავედი სამოსი ერქვა. აი დავითის სამი ტყუილის წიგნში შეხვდებით ესეთ ეპიზოდს, როდესაც
თამარი შეურაცხყო მისმა ძმამ, ის გლოვით მოვიდა სახლში და გლოვიარე იხდის აი ამ ვარსკვლავედ სამოს, რომელიც მას როგორც ქალწულს ისე ემოსა. და ღვთისმშობელი არის მარადის ქალწული, ის არის ქალწული ხარებამდე, შობამდე და შობის შემდეგ. აი ამის ნიშნად სწორედ მას სამი ვარსკვლავი გამოესახება. მაგრამ სხვა დატვირთვით ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფაქტურად ეს ვარსკვლავები გამოისახება იმ ადგილებში, განსაკუთრებით როცა ეს 4 ვარსკვლავია და ზოგჯერ ეს მეოთხე ვარსკვლავი არა გულზე აქვს როგორც ეხლა, ალბათ უფრო ქვევით. აი როგორც ჩვენ პირჯვარს ვიწერთ. აი იმ ადგილებში არის ხოლმე გამოსახული ვარსკვლავები. და ესეც აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოვლადუბიწოებას. ჩვენ ვიკურთხებთ ჩვენს გონებას, გულს და საქმეებს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო ყოვლადუბიწო, საქმითაც, გონებითაც, და გულითაც და აი მისი უბიწოების გამოხატულებაა სწორედ ეს ვარსკვლავები მის სამოსზე. თუმცა არის ხოლმე იშვიათი გამოსახულება წმინდა მარინესი, სადაც მასაც გამოსახავენ ვარსკვლავებით, ნიშნად სწორედ აი ამ ქალწულებრიობისა და ქალწულების ვარსკვლავედი სამოსისა. გარდა იმისა, რომ ეს არის სამეუფო ფერი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის მოწამეობრივი ფერი, ამიტომ წმინდანებს ხშირად აცვიათ ხოლმე ესეთი სამეწამულო სამოსი. განსაკუთრებით აი წმინდა გიორგის ხატზე ხშირად აქვს ხოლმე გამოსახული ესეთი მეწამული მოსასხამი და არა მარტო წმინდა გიორგის სხვა მხედრებსაც. ეს იყო რეალური ისტორიული ფაქტიც, იმიტომ რომ როგორც სამეფო მხედრებს, სამეფო ჯარისკაცებს და მეფესთან წილ ნაყარებს, რომ მეფის პირადი ჯარი იყო, აი ამ მხედრებს ჰქონდათ ხოლმე მეწამული მოსასხამები, მეწამული ქლამიდები, რომელიც ნახსენებია სახარებაში, ხო? როდესაც უფალს აი სწორედ აი ამ ლეგიონერებმა მოასხეს დაცინვის მიზნით თავიანთი მეწამული სამოსი და გეხაროდენ მეუფე ურიათაო ესე თაყვანს ცემდნენ, ხო? ამიტომ რომ მეფე როგორც ამითი მონიშნავს ფაქტიურად თავის მხედრობას. და აი აბა დოროთეს სწავლაში არის ესეთი სხვათა შორის საინტერესოა, რომ აბა დოროთესთან მეწამული და იისფერი ერთმანეთის სინონიმებად იხმარება. ფაქტიურად ეს ორი ფერი ერთნაირად მიიღება ლურჯისა და წითელის შეერთების, უბრალოდ მეწამულში უფრო მეტი რაოდენობის წითელია, იისფერში უფრო მეტი რაოდენობის ლურჯია. მაგრამ აი ხშირად აბა დოროთე იისფერს ხმარობს როგორც მეწამულს, იისფერი ქლამიც ახსენებს სწორედ აი ქრისტეს მოსასხამთან დაკავშირებით და კიდე ამბობს ესეთ რამეს, რომ როგორც ჯარისკაცებსო ქრისტე იმპერატორის ჯარისკაცებს მოსავთო ეს მეწამული მოსასხამი ნიშნად იმისა, რომ ისინი აი მის მეფის მკვიდრ საკუთრებაში არიან, ასევე ჩვენცო აი ჩვენს საბერო სამოსზე მეწამულ ჯვარს გამოვისახავთ იმის მინიშნებით, რომ ჩვენ ქრისტესნი ვართ. ეს ფერთა სიმბოლიკა აი ხშირად გვხვდება ხოლმე მე ბევრჯერ ვახსენე საეკლესიო საკითხავებშიც და მაგალითად წმინდა გიორგის ერთ-ერთ საკითხავში გვხვდება შენ სამოსელი სამეწამულოი შეიმოსე. ანუ ის სამოსი, რომელიც მას რეალურად ემოსა როგორც მეფის მხედართმთავარს, ეს მეწამული მოსასხამი, უკვე მადლის სამოსად არის გარდაქმნილი ხატში და უკვე სწორედ იმ მოწამეობრივ სისხლს გამოხატავს, რომლითაც წმინდა გიორგი გაბწყინდა ღვთის წინაშე. მე გითხარით, რომ ხშირად ხდება, რომ ფერს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა, ზოგჯერ ერთმანეთის გამომრიცხავიც კი და ასევე მეწამულიც შეიძლება წმინდა წერილში შეგხვდეთ როგორც ცოდვის სიმბოლო. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველთან არის ესეთი სიტყვები, რომ უკვე თუ იყოს ცოდვანი შენი ვითარცა მეწამული, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ამის მსგავსად იგივე დატვირთვა აქვს წითელ ფერსაც, წითელი ფერიც არის სამეუფო ფერი, მეფეებს ემოსათ წითელის შესამოსელი და წითელი ფეხსაცმელები.
არის ასევე ღვთაებრივი ტრიუმფის და გამარჯვების ფერი, არის მოწამეობრივი სისხლის ფერი და ამავე დროს არის ცოდვის ფერიც. აი ხშირად სალომეას იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთაში სწორედ წითელი სამოსლით გამოსახავენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის სისხლის ფერობას მიანიშნებს და ამ შემთხვევაში სწორედ აი ხორციელი ვნების აღნიშნულად გამოიხატება. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა კონტექსტში გვხვდება ესა თუ ისე ფერი ხატზე და ასევე საგანი. და ამ კონტექსტს ფაქტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. და არ უნდა შეგვეშინდეს ამისი თუ რაღაცა ურთიერთდაპირისპირებულ შემთხვევაში დავინახავთ ერთ და იგივე ფერის სიმბოლოს. ხო, რაც შეეხება თვითონ წითელ ფერს. წითელი ფერი პირველ რიგში ღვთაებრივი ცეცხლის გამოხატულებაა, რომელიც არის მართალთათვის განვაბრწყინვებელი და ცოდილთათვის დამწველი და ამიტომ წითელი ფერი არის ხოლმე აი უფლის მეორედ მოსვლის სიმბოლოც, ნიშანიც, იმიტომ რომ უფალი მეორედ მოსვლის დროს მოვა ცეცხლითა და מחვილით, ხო? აი ანტონი დიც აქვს ესეთი სიტყვები, რომ უფალი ცეცხლით განწმენს ყველანაირ ცოდვას და ყველანაირი ცოდვა ცეცხლით დაიწვება და ვაი მას, ვისაც ეს ცოდვა შემკვიდრებული აქვს, იმიტომ რომ მაშინ ის ამ ცოდვასთან ერთად დაიწვება. და ეს იგივე ცეცხლი მართალთათვის იქნება განმაბრწყინვებელი, ანუ როგორც ბრძმედში ისე გამოიბრძმედება მართალი ადამიანი აი ამ ცეცხლით და ყოველივე ამაო მოცილდება და გაბრწყინდება, ხოლო ცოდილთათვის ეს იქნება დამსჯელი. არის ხოლმე ხშირად ღვთისმშობლის გამოსახულებები წითელი ფერის შესამოსელში. ჩვენ ვთქვით, რომ ღვთისმშობელი ეფესოს კრების გადაწყვეტილებით მეწამულ სამოსში გამოისახება როგორც ეციური დედოფალი, მაგრამ არის ხშირად წითელ სამოსშიც. რატომ? იმიტომ რომ ღვთისმშობელი არის ის, ვინც იტვირთა თავის თავში ეს ღვთაებრივი ცეცხლი. ხო, ესეთი სიტყვებია, ხო, საგალობში გიხარებდნენ ცეცხლისა ეტლო. და გარდა ამისა, იგი არის მაყვალი შეუწველი, ხო, რომელმაც იტვირთა ეს ცეცხლი და თვითონ უბიწოდ შეუწველად დარჩა. და ამიტომ ხშირად ღვთისმშობელი ხარების სცენაში, შობის სცენაში, ან კიდე რაღაც სხვა დატვირთვა თუ აქვს, გამოისახება ხოლმე ესეთი წითელი შესამოსლებით. ამ შემთხვევაში სწორედ ამის ხაზგასმა სურს ხოლმე ხატმწერს. ეხლა კიდევ რისი სიმბოლოა ცეცხლის ფერობიდან გამომდინარე არის სულიწმინდის სიმბოლოც, იმიტომ რომ ცეცხლის სახით და გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმინდა. და კიდე არის მოწამეობრივი სიმბოლოც, რადგან ესეთი ფაქტურად ეს არის მოწამეებმა გავლეს ცეცხლი და წყალი. ხოლო რომ მივიდნენ აი ამ ზეციურ სკნელში. გარდა ამისა, ეს არის ძალიან აქტიურად გამოიყენება წითელი ფერი ანგელოზების გამოხატვისას, იმიტომ რომ ანგელოზები არიან ცეცხლოვანი ძალნი, ალად ცეცხლისად შექმნილი, ცეცხლოვანი სკნელის მკვიდრნი, ამიტომ ხშირად წითელი სამოსი მოსავთ, წითელი ფრთები აქვთ, ან თუ არა აქვთ ეს წითელი ფრთები და სხვა ფერით ხატავს ხატმწერი, მაინც რაღაც მინიშნებას აი ამ ცეცხლოვანებისას იძლევა ხოლმე, რომ აი ფრთების დაბოლოება, ნაკრტენები, რასაც ქვია, არის ხოლმე ესეთი ცეცხლის ალებივით გამოსახული. და მათი ფეხსაცმელებიც არის ხოლმე ცეცხლის ფერი, ნიშნად იმისა, რომ სწორედ იმ ყველაზე მაღალ იერარქიულად მაღალ ცეცხლოვან სკნელში მკვიდრნი არიან, უფლის წინაშე მდგომარენი არიან და მათ ძალუძთ, რომ იტვირთონ თავის თავში ეს ცეცხლი. ეხლა რო გადავიდეთ შემდეგი ფერის სიმბოლიკაზე, ეს არის ყვითელი ფერი, ოქროს ფერი. და როგორ გამოისახება ის? გვხდება ხოლმე მაცხოვრის გამოსახულება და ღვთისმშობლის გამოსახულება ხატებში, ესეთი წვრილი ნემსებივით, ესეთი სხივებით, ოქროსფერის სხივებით. ამას ქვია ასისტი. ასისტი ფიქრობენ, რომ ეს არის ასურული ენიდან თუ რომელიღაც აღმოსავლური ენიდან წამოსული სიტყვა, ნიშნავს მზის სამყოფელს
მზის სამყაროს და ეს არის სიმბოლო ღვთაებრივი ძალებისა. აი როგორ უნდა შეძლოს ხატმწერმა იმ სულიერი ღვთაებრივი ენერგიების გამოხატვა, რომელიც მაწარებელიც უფალია, ამაზე უკეთესად თუ არა, სწორედ ასისტით, რომელიც აი სხვადასხვა მხარეს მოედინება ეს ღვთისგან გამოსული ენერგიები, მადლი და ძველად აი ამ ასისტის გამოსახვას იყენებდნენ მხოლოდ მაცხოვრის ხატვისას, იშვიათად ღვთისმშობლის ან მხოლოდ რაღაც გარკვეული დეტალები სამოსის შემკობა იყო ღვთისმშობლის ესეთი ასისტებით, ან ანგელოზების ფრთებს და სამოს გამოსახავდნენ, იმიტომ რომ ისინიც არიან ღვთაებრივი ძალნი. შემდეგ უკვე მოგვიანებით გვხვდება ასისტის ხმარება უკვე სხვა წმინდანების გამოსახულებებში, მაგრამ მაინც უშუალოდ ეს უფრო უფლისმიერი ძალების და ძალეულმოსილების გამოხატულებაა. გარდა ამისა, ოქროსფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფერია ხატში, იმიტომ რომ ფაქტურად ხატის სახე, წმინდანების სახის დახატვისას პირველ რიგში სწორედ ოქროსფერს ვიყენებთ. რატომ? იმიტომ რომ ოქროსფერის არის ისევ თაბორისეულ ნათელს უკავშირდება, დაუვალ ნათელს, ჩაუქრობელს და ოქროს აქვს ის თვისებები, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ მას არ ახასიათებს, იგი არ იჟანგება, უჟანგავია. აქედან აი მისი ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, ის სწორედ არის სიმბოლო უხრწნელების, მარადიული, ჩაუქრობელი ნათლის და რადგან წმინდანების სახეები არის სწორედ გაბრწყინებული აი ღვთაებრივი ნათლის და ჩვენ არ გამოვსახავთ მასზე სისხლს და ხორცს და აი ამ წარმავალ სხეულს, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია და არის უხრწნელი სხეული, ამიტომ ძალიან უხვად გამოიყენება ხოლმე სწორედ ეს ოქროსფერი ფერი წმინდათა სახის მეტყველებაში. ფაქტურად ყველა ძველ ხატზე თქვენ ამას ნახავთ და ზოგჯერ არის რომ სპეციალურად კიდევ ურევენ ხატმწერები, ესეთი აური პიგმენტია, ესეთი ოქროსფერი პიგმენტი, რომელსაც აქვს სწორედ ეს მანათობლური თვისებები, პატარა მარცვლები შედის შიგნით ეს ოქროს ფერად შემცველი და ზოგჯერ მთის ბროლსაც კი ფქვავდნენ და ურევდნენ ხოლმე ამ პიგმენტებში, რომ ეს მოუხელთებელი ნათლის ეფექტი შექმნილიყო აი ამ ხატის გამოხატვის დროს. კიდევ აი ანდრია კესარია კაბადოკიელთან არის განმარტებები ამ ოქროსფერის, რომ ეს არის პატიოსნების და სიწმინდის და უმანკოების ფერი. ისევ ეს ერთმანეთთან არის ყველაფერი კავშირში, ხო, ოქროს სიწმინდე, ხო, ხალასობა, რომაში არ არის არანაირი მინარევი, როცა ის ხალასი ოქროა და რაც უფრო გამოიხურვება ცეცხლში, მით უფრო განიწმინდება რაიმე მინარევისაგან და მით უფრო ბაჯაღლო ხდება. ამითი ის აი სწორედ აი პატიოსნების სიმბოლოა, მოწამეობრივი ღვაწლის სიმბოლოც არის, ხო, წმინდა გიორგის საკითხებში შევხვდებით ესე როგორც ოქრო გამოიხურვებოდა ბრძმეთში, ისე გამოიხურვებოდა მისი სხეული აი ამ მრავალჯერადი წამებების დროს და ისე განიწმინდა მისი სული. ხო, ამიტომ ესეთი მრავალჯერადი დატვირთვა აქვს აი ამ ოქროსაც. გარდა ამისა, ოქრო არის სამეფო სიმბოლოც აქვს ოქროს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც მოგვები მოვიდნენ ყრმა უფალთან თაყვანისაცემად, მათ მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური და აი ამ ძღვენში ოქროს სწორედ დატვირთვა ჰქონდა როგორც მეუფეს, ისე მიართვეს ეს ოქრო. ანუ ეს მრავალჯერადი სიმბოლური ამ შემთხვევაშიც ძალიან უხვად გვხვდება. ახლა გადავიდეთ შემდგომ ფერზე, ეს არის მწვანე ფერი. აი ახლა აი ამ თვითონ ამ ხატშიც, რომელსაც თქვენ ხედავთ, ყინწვისის ანგელოში, ხედავთ, რომ აი ეს ჩრდილები გარშემო არის არა, ვთქვათ, რაღაცა მუქი სხვა ფერი, არამედ მწვანე ფერი, ხო? აი მწვანეს ისევ ანდრია კესარია კაბადოკიელის განმარტება, რომ გავიხსენოთ, ესე იასპის ქვას ახსენებს და ამბობს, იასპის მწვანე ფერი არის იმისთვის, ამის მიერ მოასწავეთ ღვთისა მარადის ბრწყინვალებასა და ცხოველს ყოფილობასა. და გარდა ამისა იასპზე წერს, რომ ეს მის სიმწვანეზე საშინელარს იგი წინააღმდგომთა ზედა და მკურნალარს ღმერთი ყოველთა სულთა. ანუ აქ
წარმოგვიდგება მწვანე ფერი, როგორც ცხოვნოს ყოფილობის ფერი, უფალი არის მაცხოვრებელი, მაცხოვარია და სიცოცხლის მომცემელია. საშიში არის წინააღმდგომთათვის, იმიტომ რომ შემოსვლელია ბოროტების და ასევე არის მკურნალი ყოველთა სულთა. და ამ მხრივ ეს მწვანე ფერი არის ასევე სიმბოლო სულიწმინდისა, რომელიც არის ნუგეშინის მცემელი და რომელიც გარდამოეფინება დედამიწაზე, როგორც აი მწვანით შეიმოსება გარემო, როდესაც განცხოველდება გაზაფხულზე ზამთრის მოკვდინების მერე და ცოცხლდება ბუნება მწვანე ფერად, აი ამითი ის უკავშირდება სწორედ სულიწმინდისეულ მადლს და ხაწერაში გამოიყენება როგორც სულიწმინდის ფერად. ამიტომ ხშირია ხოლმე აი ამ მწვანე ფერის გამოყენება წმინდათა სახეებში, ძალიან ხშირად გვხვდება, მაგალითად გვხვდება ესეთი, აი როგორც ამ შემთხვევაში სხვაგან გვხვდება ესეთი მწვანე სანკირები, მე გითხარით ხომ, რაც ნიშნავს სანკირი ქვია აი პირველ ფენას, რომელიც იდება სახეზე და შემდეგ ხდება უკვე მისი ამონათება. ეს სანკირები ხატებში არის ხოლმე სხვადასხვა ფერის. აი ამ შემთხვევაში ვხედავთ მწვანე სანკირს, ხომ? და ამონათებულია ესეთ ოქროსფრად და აქეთ ვხედავთ ეს არის ანტონი დიდის გამოსახულება წალენჯიხის მხატვრობიდან, რომელსაც ფაქტურად თვალები არ აქვს დახატული, მთლიანად შევსებულია ეს თვალის არე, აი ამ მწვანე ფერით, მწვანე ნათლით. ფაქტურად ეს არის აი თვალის სარკია სულისა და ეს არის აი სულიწმინდის მადლით სავსე ჭურჭელი, ხო? აი ესე გამოხატავს ამას ხატმწერი. აი აქაც წალენჯიხის მხატვრობა, აქაც ესევე მწვანე ფერი ძალიან უხვად არის თვალებშიც და სამოსით, ეს წმინდა ელისაბედის გამოსახულება. და ესევე გვხვდება ხოლმე სხვადასხვა ფერის სანკირები. აი ამ შემთხვევაში ეს არის ისევ ანტონი დიდი, ეს ერთ-ერთი ფრესკა რუსეთში კოვალევის ტაძრიდან, სადაც არის ესეთი წითელი სანკირი, ფაქტურად ესეთი განცდა რა თქოს ნაკვერჩხალივით არის გაღვივებული მისი სახე, ჩვენ მისაუბრეთ ხო იმ წითელ ფერზე. ახლა ამ შემთხვევაში ორივე წმინდანის სანკირი ესე წითლად არის გამოსახული და გაბრწყინებული აი ამ ღვთაებრივი თეთრი ათინათებით, ნიშნად იმისა, რომ ისინი გაბრწყინებულები არიან ღვთის წინაშე აი ამ საღვთო მადლით. ეხლა ჩვენ გარდა იმისა, რომ აი ამ მწვანე ფერს აქვს ესეთი ცხოვნოს ყოფილობის მნიშვნელობა, დიონისე არეოპაგელი განმარტავს როგორც მარადიული სიჭაბუკის და მარადიული ახალგაზრდობის ფერს, უბერებლობის ფერს. ანუ ესეც ფაქტურად ერთი მეორეს არ განმორიცხავს, ცხოვნოს ყოფილობა, სწორედ ამას მოიცავს ხო უკვდავებას, მარადილ სიცოცხლეს და დიონისეც ფაქტურად ესე განმარტავს ამ ფერს. ეხლა რომ ვისაუბროთ ასევე აი ძალიან ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ხოლმე აი ამ სხვადასხვა ფერთა სიმბოლიკის ცოდნა და ხშირია ხოლმე, როდესაც აი მაცხოვრის ამაღლების ხატია გამოსახული, იქ ღვთისმშობელს შიდა სამოსად აცვია ხოლმე სწორედ მწვანე შესამოსელი. აი მწვანეს თუ ვიტყვით, რომ ეს არის სულიწმინდის ფერი, ფაქტურად სულიწმინდა არის სამყოფელი, ხო? აძარი არის უფლისა ეკლესია, სადაც ყოველი საიდუმლო სულიწმინდის მადლით აღესრულება, 7 საიდუმლო სულისაწმინდისა და აი ამაღლების ხატში ღვთისმშობელი არის სწორედ სახე სიმბოლო ეკლესიისა, აი მიწიერი ეკლესიისა, რომელიც დატოვა უფალმა მიწაზე ამაღლების შემდგომ და ამ შემთხვევაში ბუნებრივია მისი ესეთი გადაწყვეტა, როდესაც მისი შიდა სამოსი არის სწორედ აი მწვანე ფერით გამოხატული. თუმცა ამ შემთხვევაში რომ ყოფილიყო ლურჯი ფერი ტრადიციული, ისიც იგივე დატვირთვის იქნებოდა, იმიტომ რომ ლურჯ ფერს ქრისტიანულ სიმბოლიკაში აქვს დატვირთვა იმისი, რომ ეს არის მიღმური ზეცის, უხილავი ზეცის ფერი, ამ ხილული ზეცის ფერიც არის, მაგრამ ამავე დროს მიღმური ზეცის ფერიც არის. გარდა ამისა, ის არის უმანკოების, უბიწოების, ქალწულების სიმბოლო. ამიტომ ხშირად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოსახავენ ხოლმე არა
თქვათ, ღვინისფერი მეწამული ან წითელი სამოსით, არამედ ძალიან ხშირია განსაკუთრებით დასავლურ მოზაიკებში და მინანქარში ძალიან ხშირია, როდესაც ღვთისმშობელი გამოისახება სწორედ ლურჯი ფერის სამოსით, ნიშნად იმისა, რომ ის არის ისევ ზეციური დედოფლობის ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ ის არის მარადის ქალწული, იმიტომ რომ ქალწულების სიმბოლოა ეს ფერი და უბიწოების სიმბოლოა, იმიტომ რომ ყოლად უბიწოა, ხო? და უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესა სერაბიმთასა. აი ეს არის მოკლედ და ლაპარაკით საუბარიც მინდოდა დღეს, აი ფერთა შესახებ. ჩვენ ამით ვამთავრებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს ამჯერად. უფრო მე გითხარით, რომ ფერთა სიმბოლიკას აქვს ძალიან მრავალშრეობრივი მნიშვნელობა, არის სპექტრის ცალკეული ფერის სიმბოლური დატვირთვა, მერე ეს უკავშირდება გარკვეულ ძვირფას თვლებს, ეს იქნება იაკობის 12 ტომთა აღნიშნული სხვადასხვა ძვირფასი ქვა თუ მე უკვე ახალი აღთქმის კიდე სხვა დატვირთვა შეეძინა ამ ქვებმა. ამიტომ ამას ფაქტიურად არ აქვს, ეს ამოუწურავი საკითხია, ძალიან ღრმა შესწავლა ხდება ამისი, ძალიან ღრმად და უკვე წლებია ამას შეისწავლის ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე, რომელიც ალბათ გააგრძელებს ამაზე საუბარს უფრო ღრმად და უფრო საინტერესოდ, ასე რომ მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრას.